ჩამოვედი სამშობლოში და სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტებით სახლში რო საკვები მოვიმზადო, იმაზე ძვირი მიჩდება, ვიდრე მაგალითად გერმანიაში რო ვიყავი ახლა 3 კვირის წინ, იტალიაში რო ვიყავი 2 კვირის წინ და თურქეთში რო ვიყავი 1 კვირის წინ, რესტორანში დამიჯდებოდა კვები. მხოლოდ პომიდორში გადავიხადე, უბრალოდ უნდა გადავიხადე 11 ლარი და 38. მართალია ხალხო ამ პრობლემებზე არ ვისაუბროთ. ნეგატივი არ დავინახოთ, ძალიან კარგია. აი, პლასმასის პომიდორში რო ამ ფასს ვიხდით, ეს არის ძალიან კარგი რამე. ასეც უნდა იყოს, აბა როგორ? და ამაზე არ ვისაუბროთ. ნეგატივი არაფერში არ უნდა დავინახოთ და დღეში რო 20 ლარიც არ გამოვიდეს საშუალო სტატისტიკურ ქართულს ხელფასი, ნახევარი ამ ხელფასის მხოლოდ პომიდორში. ან საერთოდაც რა აუცილებელია პომიდორის ჭამა. წავალ ეხა პურის სექციაში, პურს ავიღებ, მერე მოვალ აქ და აი ამ წუნიანებს ავიღებ, სუპს შევჭამ, მოვიხარშო, მაგრამ ესაც ნახევარი დღის ხელფასი რომ იდება, მაგ ამბავს რა ვიყო, იმიტომ რომ 5 ლარი ღირს ეს ნაგავი ერთჯერადი სუპიც. როგორ ცხოვრობთ მართლა მაინტერესებს. წეგან დედას გეფიცებით ერთი პირობა გავიფიქრე, ხო არ ამოვაკლო ამ პომიდორს და 2 წელი ხო არ დავტოვო მეთქი, ანუ რანაირად ცხოვრობთ. და მერე ჩვენ გვწერთ ტურისტულ კომპანიებს და გვეწუწუნებით ტურისტული პროდუქტი სხვა ქვეყანაში 1000 კილომეტრის იქით, რატო სისფასი რაც ღირს და ამ დროს პომიდორში ხდით ლამის ტრანსფერის ღირებულებას. არ ვიცი, რაზე გესაუბროთ, მართლა არ ვიცი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. აი ხლა ძალიან მიყვარს ორაგული. თვეში ერთხელ მაინც მინდა რომ მივირთვა. ამას მაგალითად ნებისმიერ იმ ქვეყანაში სადაც მე დავდივარ, ვიყიდიდი 7-8 евро დააგღის თუ არ ვცდები, რამდენს ვიხდი ხოლმე? 40 ლარამდე თუ 30 ლარამდე, რაღაცა ეგეც. ანუ და უბედურება ის არის, რომ როდესაც იმ ქვეყნებში დავდივარ, სადაც დავდივარ და საკვებ პროდუქტებს ყიდულობ, ის მაინც ვიცი რომ არ მომკლავს და ის მაინც ვიცი რომ რაღაცა კიბოს არ გამიჩენს და აქ არაფერი არ იცი რა, სკიტლს ჭამ, ხორცს ჭამ, ვირის არის ეს ხორცი, თხის არის, ძაღლის არის, არაფერი ამ ქვეყანაზე ცნობილი არ არის. და მე გინდათ რომ კმაყოფილი ვიყოთ, ბედნიერი ვიყოთ და არ უნდა წუწუნებდეთ და ეს ქვეყანა და ეს მთავრობა უნდა მოგწონდეს. არ ვიცი.